ჩვენს მთას მერიაყელს ეძახიან, ასე ამბობენ ყველაზე მაღალი მთაა. ეს ჩემი სოფელია, ეს კიდე ჩემი სახლი. მე ამ ზაფხულში ვამთავრებ სკოლას და ეროვნულ გამოცდას ვაბარებ. ბებია წითთან დამინახავს თუ არა, რამე საქმეს გავამიჩენს. ხუმრობ ზოგჯერ, ხონი ბებოს ამადა სასწავლებლად წავიდა მეთქი. სოფელში ძალიან ბევრი საქმე. გაზაფხული დადგება თუ არა მიწის დამუშავებას და სათიბების დასუფთავებას ვიწევთ. ახლა გაზაფხულის ბოლო თვე და პირველ ტყვის იალაღებზე გადასაყვანად ვემზადებ. სოფელს საკმარისი საძოვრები არ აქვს. ამიტომ პირველ ტყვი 3-4 თვით მთებში გადავყავს. მიწასთან მუშაობას უფრო მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე პირველ ტყვის მოვლას. ამიტომ სოფელში დედა რჩება, მთაში კი ბებია მიდის. ბიძაჩემები და ჩემი ძმა მოდიან სოფელში, მთაში გადასვლაში რომ დაგვიხმარ. ბებია ხმოვები არ დაგეკარგო თუ ყელზე ზანძალაკები გაუკეთა. წასვლის წინ აბანავა და დავარცხნა კიდეც პირველ ტყვები. პირველ ტყვიან ღამით 3 საათზე ვუშვებ, მთაში გადასარეკ. მე და ჩემი ძმა მივდენით. ზანძალაკების ხმაური აღჭობს სიბნელეს. სავალი გზის ნახევარი სიბნელეში გავიარეთ. უკვე შუა დღეა. იალაღებს მივუახლოვდით. პირველ ტყვეს მოშივდა და უკვე გზაში აღარ ჩერდებიან. სადაც ბალას ხედავენ, იქით მიდნენ. ეხლა წყაროზე ვარ ჩამომждარი, ცოტას ვისმენებ. ნახევარზე მეტი გზა უკვე გამოვიარეთ და 1-2 საათში ავალთ უკვე მთაში. მერე წამოწოლებით ცის თემისა და ცხენების ხორებით ვერთობით. იქ სადაც ხოხებია ჩადგმული, ჯერ კიდევ 9 მეტრი თოვლია. მალე ბიძაჩემი ამოვა ავტომანქანა და სადილიც გვექნება, ბებია მოყავს. გაუჭირდება ამხელა გზის ფეხით ამოსვლა. ისეთ ვრადასი არც არის, თვირთიც მოაქვს. გზა გაუწმენდია და მიხარია, თვირთის ზურგით გადატანა აღარ მოგვიწევს მეთქი. შევწდი, თოვლია, ავტომანქანა ბოლომდე ვერ ავიდა, თვირთს ზურგით ვეზიდებით. შვიდობიანად ავედით. ცოტა დავიღალეთ, მაგრამ მე გარაფერი. ამით ყველანი მთაში დავსვით. მეორე დღეს ბები ადრე ადგა. პირველ ტყვები მოწველა. და გთხოვა, წასვლამდის პირველ ტყვები გველზე გადაგვიყვანა. ნახევარი საათი ფეხით სავალია. პირველ ტყვს ტოვებ და მერე თავისით ამოდიან. ბებია დამშვიდობებისას ვპირდება, ახალ ყველ და კარგს არ მოგაკლებთო. თან ბიძაჩემს თხოვს, ზაფხულში შვებულება აიღოს და მასთან ავიდეს. გზაში თან მოგვაძახა, ბავშვები სკოლას რომ დაამთავრებენ გამოგვიგზავნა. დამლაპარაკებელი მეყოლებაო და თან ჰაერ შეიცვლიან.